სიხესთან სისხლისფერი ყაყაჩოსვათი ლებანიძის ლექსით ჯერ კიდევ 1971 წელს გმირის სიმბოლოდ ქცეულ ყაყაჩოს ქართველი ხალხი ისევ გაიხსენებს. აგვისტოს ომში დაღუპული გმირების პატივსაცემად პრაიმ თაიმის სიმბოლურ აქციას იწყებს. თბილისელებმა ერთი კვირის განმავლობაში ყვავილის წითელი ფურცლები გულსაბნების სახით უნდა ატარონ. შეიძლება ფილმი გეგონოთ ან რაინდობის დროინდელი ამბავი. მართლა რთულია დაჯერება რომ ეს მოხდა. ციგნი, რომელიც ამ სიტყვებით იწყება რუსეთის აგრესიის შედეგად აგვისტოს ომში გარდაცვლილ გმირებზე მოგვითხრობს და ის ანალიტიკური ჯგუფის კიდევ ერთი წამოწყებაა. პრაიმ თაიმის წარმომადგენლებმა 67 ჯარისკაცის ცხოვრების ეპიზოდების შეკრიბეს. ისტორიულ ციგნს კი სახელად გმირი უწოდეს. ამ ციგნით რა უნდა თქვა, საქართველოს ისტორია მუდმივად არის გმირებზე, გმირებისგან შემდგარი და იცი როგორ არის, სულ არის უსახელო გმირები, ცხაძმა ხერხეულიძე, სამასი არაგველი და ეს არის ალბათ ერთ-ერთი შემთხვევა, როცა კონკრეტულად სახელით და გვარით, ასაკით, წარმოშობით, მშობლებით ვიცით ვინ არის ის კონკრეტული გმირი, რომელმაც ჩვენთვის, თითოეული ჩვენთაგანისათვის გაწირა ქვეყნის და ჩვენი ქვეყნისთვის უპირველეს ყოვლისა გაწირა თავი და ეს არის მთავარი, რომ ხალხმა თავის გმირების სახელებით, გვარებით და სახით იცნობდეს. გმირების სიცოცხლის უკანასკნელი წუთების გახსენება ოჯახის წევრებისთვის ყოველთვის რთულია. ნინო 7 თვის ფეხმძიმე იყო, როცა მისი მეუღლე რუსულ ტყვიას შეეწირა. ახლა ის თავდაცვის სამინისტროში მუშაობს. იგი წიგნის ავტორებს დანარჩენი გმირების ოჯახების მოძებნაში დაეხმარა. აგვისტოსთვის მე ვიყავი 7 თვის ფეხმძიმე. ანუ ბავშვი შეგვეძინა ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ ზუსტად 2 თვეში. ვაჟი ყავს, ნიკოლოზი ქვია. ნიკუშას ძალიან ბევრი რამ აქვს ერეკლეზე, ეს არის ფოტომასალა, ჯილდოები, ბიოგრაფია, მაგრამ ეს წიგნიც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი არის და არა მხოლოდ ჩემი ოჯახისთვის თვლი, რომ ყველას უნდა კონდეს. ჟურნალისტმა რეზო შადაკიშვილმა თითქმის ყველა დაღუპული ჯარისკაცის ოჯახი მოინახულა. ის ამბობს, რომ განსაკუთრებით 18-19 წლის გმირების ისტორიების მოსმენა გაუჭირდა. შადაკიშვილი დარწმუნებულია, რომ მშობლების, მეუღლეების, შვილების წიგნის შემდგენლების ემოციით დატვირთული ფურცლები ქართული მკითხველისთვის საინტერესო გახდება. იყო გამორჩეული ისტორიები, ამბები, თავგადასავლები ამ ბიჭების, რამდენიმე მათგანის ის თავგადასავლეს დღემდე ვერ მივიწყებ, ეს არის გოროზია, რომელიც დაიბადა აფხაზეთში, ცხოვრობდა იქ და შევიდა ქართულ ჯარში, გადმოვიდა აფხაზეთიდან, შევიდა 19 წლის ბიჭი და დაიღუპა ცხინვალში და თანამბრძოლები ვერ არჩევდნენ ეს ბიჭი ომში იყო თუ ქორწილში. ისეთი თავგამეტები და ისეთი ბედნიერი იბრძოდა და ბრძოლის ველი არ დატოვა, სანამ არ გაანადგურა მტერმა. მარტო ისღა იყო იმ ლოკალურ ადგილას და მისი თქვენ რო გაჩერდა, მაშინ მიხვდნენ რომ ის აღარ იყო ცოცხალი. ასაკით პატარა, მაგრამ დიდი გმირების ისტორიული წიგნი 6 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გაიყიდება. 167 რეალური ამბავი დაღუპული ჯარისკაცების ომში გატარებულ დღეებს კიდევ უფრო მეტ ქართველს გააცნობს. ასეთ ამბებს კი წიგნში მრავლად შევხვდებით. 20 წელი ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ ფეხსა და მკლავში დაჭრილს უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფი თანამებრძოლები ჰოსპიტალისკენ მიყავდეს. როცა სამი დაჭრილი მებრძოლის სამშვიდობოს გამოიყვანა, რომან ზოიძე ექიმებს არ დაემორჩილა და უკან ცხელი წერტილისკენ გასწია. დღეს სამივე ქართველი ცოცხალია და ცხოვრების ბოლომდე ემახსოვრებათ გმირი, რომელმაც მათ სიცოცხლე აჩუქა.